დავბრუნდით სტუდიაში ის კვლავ ლამაზია და გრძელდება სილამაზეების დემონსტრირება ჩვენთან. შენზე ვამბობ. სილამაზეების სიამაყეების. სიამაყეებისაც ალბათ, იმიტომ რომ ლამაზე ყველაფერი გვიამაყება. მოგეთ, ეხლა უნდა რამოდენიმე ახალი და საინტერესო ამბავი მიმოვიხილოთ და მე დავბრუნდები წინა ბლოკში ჩემს წარდგენას, რომელიც იქ მინდოდა რომ გამეშვა ისე მეჩქარება და ისე მაინტერესებს რა მოგუმზადა რუსკა გიორგაძემ და აჰა დადგა ჩემთვის საზეიმო მომენტი რუსკა გიორგაძის სიუჟეტი, რომელიც ჯერ კიდევ კვლავ მოდის სამყაროს შეეხება. უცხოეთში მოღვაწე საამაყო დევიდ კომა, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს. ძალიან ცნობილი და ძალიან ნიჭიერი დიზაინერი. სამოდელო სახლის ხელმძღვანელად დაინიშნა. ნახოთ. დევიდ კომა идеალური არჩევანია ტიერი მაგლერის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე. წერს გავლენიანი გამოცემა Los Angeles Times-ი. ქართველი დიზაინერი ჯერ მხოლოდ 28 წლისაა და ის უკვე დიზაინერთა უმაღლეს ლიგას შეუერთდა. ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს ბრიტანული Vogue. დევიდ კომა ტიერი მაგლერის გამოწვევას იღებს, წერს Harper's Bazaar-ი. მაგლერის მოდისახს გადაწყვეტილებას უწონებს ტელეგრაფიც. Inspiration came from Japanese kudo. 28 წლის წარმოშობით ქართველი დიზაინერის ფრანგული მოდის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნვას გასულ კვირას ყველა მოდური გამომცემლობა გამოეხმაურა. ჰოლივუდის ვარსკვლავების ფავორიტი დიზაინერის სტატუსის შემდეგ მაგლერთან მისი თანამშრომლობა კიდევ ერთი მსოფლიო აღიარებაა. თავად ფრანგი დიზაინერი ტიერი მაგლერი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ დევიდ კომას განსაკუთრებული სტილი, დახვეწილი ორნამენტებითა და მსუბუქი სექსუალური ხაზგასმით ზუსტად ეხმიანება მაგლერის მოდის სახლის კონცეფციას. მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ დევიდ კომა ლედი გაგას სტილისტის ნიკოლა ფორმიჩეტის გზას იმეორებს. სწორედ ფორმიჩეტი იყო დევიდ კომამდე მაგლერის სამხატვრო ხელმძღვანელი. მოდის ექსპერტები ქართველ დიზაინერზე დიდ იმედებს ამყარებენ. უკვე საუბრობენ დევიდ კომას ახალ სამუშაო სტრატეგიაზე. ფრანგმა დიზაინერმა ტიერი მაგლერმა საკუთარი სახელობის ბრენდი დაახლოებით 40 წლის წინ შექმნა და განსაკუთრებული პოპულარობა მთელ მსოფლიოში მალევე მოიპოვა. ფუტურისტული და სკულპტურული სილუეტები ყველაზე მარტივად ასე შეიძლება აიხსნას მაგლერის სტილი. სწორედ მაგლერს ეკუთვნის სუნამოების ქსელი კლარენსიც. Never ending or beginning on an ever spinning reel, like a snowball down a mountain or a carnival balloon, like a carousel that's turning, running rings around the moon. დევიდ კომას პირველი ჩვენება მაგლერის მოდის სახლის სახელით 2014 წლის სექტემბერში გაიმართება. მე მინდა შემაყურებელს შევახსენო, რომ დევიდ კომას ბაბუა ჩვენი მარნების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული იყო. ნამდვილად. ბაბუის ნიჭი გამოყვა ეთყო, მაგრამ მართლა ძალიან გვეხარია, გვამაყება ვულოცავთ ასე შორიდან, სამშობლოდან და მაინც სხვა კლასია, ხო? ნამდვილად სამართლად. ჰაი კლას. რუსუდან გიორგაძემ მიმოიხილა რა დევიდ კომას წარმატებული კარიერული გზა, გადაინაცვლა კინოთეატრში, საიდანაც მოგუყვება ახლა უახლესი კინოპრემიერების შესახებ. გამარჯობათ. ჰობიტის სმაუგის ნაოხარი 3D ფორმატში არის ფილმი, რომელსაც მთელ მსოფლიოში კინომანები განსაკუთრებით ელიან და რა თქმა უნდა არც ქართველი კინომანები ვიყავით გამონაკლისები. ჰობიტის სმაუგის ნაოხარი 3D არის ოსკაროსანი პიტერ ჯექსონის ტრილოგიის მეორე ფილმი, რომელიც ჩვენს კინოთეატრებში დღეიდან გამოდის. რეჟისორს ამ ფილმის შესაქმნელად წელიწადზე მეტი დრო, 10 ლოკაცია და 225 მილიონი დოლარი დასჭირდა. ჰობიტის სმაუგის ნაოხარში ჩნდება ახალი პერსონაჟი, დრაკონის სმაუგი, რომელსაც სერიალს შერლოკის ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბაჩი თამაშობს, თუმცა ბენედიქტ კამბერბაჩს მისი ფანები კინოეკრანებზე ვერ ნახავენ, თუმცა დრაკონის სმაუგი მისი მიმიკებით და ხმით საუბრობს. ბენედიქტ კამბერბაჩის პერფორმანსი კრიტიკოსებმა უკვე წლის ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსად აღიარეს. ჟურნალმა Time-მა კი საერთოდ ჰობიტის სმაუგის ნაოხარი დაასახელა წლის საუკეთესო ბლოკბასტერად. ფილმის ნახვა ჩვენს კინოთეატრებში, როგორც უკვე გითხარით, უკვე დღეიდან შეიძლება. დღეს საღამოს კინოთეატრ ამირანში ზუსტად 7 საათზე კი სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რომელიც ეძღვნება ჰობიტის სმაუგის ნაოხარის ქართულ პრემიერას. სმაუგი ძალიან მრავალფეროვანი, იდუმალი და საინტერესო პერსონაჟია. დიდებული, ძლევამოსილი და უზარმაზარი ყველა გაგებით.
სმოუგი ძალიან ჭკვიანი პერსონაჟია, რომელიც გაბოროტებულ ადამიანს გავს. საერთოდ სმოუგი ძალიან ადამიანურია თავისი აზროვნებით და საქციელით. სწორედ ეს ხდის მას საინტერესოს. მეორე ფილმი კიდევ უფრო მასშტაბურია, ჩნდება სმოუგი ძლევამოსილი დრაკონი, რომელსაც ბენედიქტი არაჩვეულებრივად ახმოვანებს. ის ძალიან კარგად მოერგო ამ როლს და სმოუგის ადამიანური მხარე წარმოაჩინა. ბენედიქტი იდეალური სმოუგია, ჩემი გმირი კიდევ ერთხელ გაგაოცებს თავისი სიმამაცით და ერთგულებით. მოკლედ ეს ფილმი ჩემი აზრით დაინტერესებს ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანს, ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს, არაჩვეულებრივი სამსახიობო გუნდი, ოსკაროსანი რეჟისორი, საინტერესო ნარატივი და არაჩვეულებრივი კომპოზიტორი ჰოვარდ შორი, რომელმაც მუსიკა შექმნა ჰობიტის მეორე ნაწილისთვის. დღესვე კინოთეატრებში გაიმართება კიდევ ერთი პრემიერა, 3D მიუზიკლი ანიმაცია გაყინული, რომელიც ჰანს კრისტიან ანდერსონის თოვლის დედოფლის მიხედვით არის გადაღებული და მას ჰოლივუდის ვარსკვლავები ახმოვანებენ. გაყინული ყველა თაობის ადამიანს ნამდვილად საახალწლო განწყობა შეუქმნის და ჩვენს კინოთეატრებში ორი ახალი ფილმი დიელოდება. მე მგონი წინა საახალწლო პერიოდში ეს ძალიან კარგი და საინტერესო ფაქტია. ნამდვილად ძალიან გამიხარდა განსაკუთრებულად ანდერსენის ზღაპარი თოვლის დედოფალი, იმიტომ რომ არდადეგები იწყება და ყველაზე კარგი ადგილია რომ წაიყვანო ბავშვი და ანახო ესეთი კარგი ანიმაცია. მე და დიმიტრი კიდე უკვე შევთანხმდით რომ ჰობიტებზე აუცილებლად წავალთ, ძალიან მომეწონა პირველი ნაწილი და აუცილებლად წავალთ. ერთად სწორ ყოველ შემთხვევაში დავთანხმდი აუცილებლად. დიდი მადლობა რუსკას, როგორც ყოველთვის პულსზე უჭირავს ხელი და ჩვენს გვაგებინებს ახალ ამბებს და კიდე გვაქვს, ეხლა შენ ჯერია რამე გამოაცხადო. ჩემი კი არა, ნიას ჯერია ეხლა ტყეშვილის. რომელიც თბილისი მოლში არის. თბილისი მოლში ძალიან კარგი რაღაცები ხდება ბავშვებისთვის განსაკუთრებით და ნია მოგვითხრობს ეხლა ამ ყველაფრის შესახებ. მოგესალმებით, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, მე ახლა სწორედ თბილისის მოლში ვყოფები და ალბათ კადრში კარგად ხედავთ, რომ აქაურობა ახალი წლისთვის მართლაც რომ შეცვლილია. თუ რა ღონისძიებები გეგმება, როგორ შეგიძლიათ აქ მოხვიდეთ, გაერთოთ და იშოპინგოთ, ეს უკვე ჩვენ სიუჟეტში ნახეთ. Shake up the happiness. Wake up the happiness. Shake up the happiness. It's Christmas time. Rakya baba. Luka. Luka, რამდენი წლისა ხარ ლუკა? 4. 4, ძალიან კარგი. დედიკოს და მამიკოს აბრაზებ ლუკა? არა. ო, რა გინდა რომ მოგიტანო ახალწელს? რობოტი დაღლი. საახალწლო სრულები ბავშვებმა თბილისი მოლის თოვლის ბაბუას გაუფრთხილეს. სრულების ასრულებამდე სანტა მათ ავტოგრაფები და ტკბილეული დაურიგა. წელს თბილისი მოლი საგანგებოდ მომზადებული ხდება. ახალი წლის დღეებში აქ არაერთი გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც ხედავთ, თბილისი მოლი ძალიან შეცვლილია ჩვენ ახალი წლისთვის მემზადებით. ასევე გეტყვით, რომ თბილისი მოლი რაკინ დეველოპმენტის პროექტია და ჩვენი მთავარი ამოცანაა მოვიზიდოთ ტურისტები ჩვენს მოლში. ახალი წლის დღეებში აქ მართლაც ბევრ საინტერესო და გასართობს ნახავთ. მოლში გასართობი ღონისძიებები გუშინ დაიწყო. პირველი სცენა მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა დაიკავა. წინა საახალწლო დღეებში მოლში მოსული სტუმრების განწყობაზე სხვადასხვა მომღერლები იზრუნებენ. პატარებისთვის კი ანსამბლი გვირილა, ბასტიბობუ და ბზიკები იმღერებენ. ძალიან ლამაზია დღეს აქ ყველაფერი, შევეცდებით გავახალისოთ ხალხი, ვინც მოდის და საქართველოს ულოცავ დამღებ ახალწელს და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ. კონცერტის სალეომ გახსნა მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ არაერთ მომღერალს დაუთმობთ სცენას. ჩვენ ზრუნავთ ხალხის განწყობაზე. თბილისი მოლის მთავარი სლოგანია აღმოაჩინე ახალი სიცოცხლე. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დაგეგმილი ღონისძიებები. ღონისძიების ბოლო დღეს კი თბილისი მოლი უნარ შეზღუდულ ბავშვებს უმასპინძლებს. საახალწლო ღონისძიებები თბილისი მოლში 14 იანვრამდე გაგრძელდება. ასე რომ მობრძანდით თბილისი მოლში, დაისვენეთ, მოიყვანეთ თქვენი პატარები, გადაუღეთ მას სანტასთან ერთად ფოტოები და რაც მთავარია, იშოპინგეთ წინა საახალწლოდ.
წარმომეწონა. ამისთვის დრო და ფინანსები თუ გაქვთ, ეს არის საუკეთესო თერაპია განსაკუთრებით წინასწარ. ან ჩვენ თვითონ სეილები ნამდვილი სეილებია, კაცო. როგორ არა, ფაქტიურად იყო ნათქვამი. ნახევრად. ფაქტობრივად უხასოდ გაცნო. ხო, აი მიხო შენ როგორ მოდიოდა. არა, სხვათა შორის მაგის დროც მოვა ალბათ. ეს ეხება თბილისი მოლს, სადაც ფრენჩაიზებია ძირითადად და ამიტომ შესაბამისად ნამდვილი ფასდაკლები. გაბრაზდებოდნენ ხა ხომ ესე ვთქვი. არა. იცი რა? იქნებ ისე გაბრაზდნენ, რომ კარგად დააკლონო. ხო, გაბრაზდნენ აქ ცოტა. გაბრაზდნენ მათ, ვისაც არ აქვს ფასდაკლებები და ვისაც აქია. აი, ნამდვილად არ არიან მე მგონი გაბრაზებული სმაილის მესორები, იმიტომ რომ სთავაზობენ მომხმარებელს ახალ-ახალ ფასდაკლების თუ სასაჩუქრო პროდუქტს, ასე ვთქვათ, აქციების სახით და ამ ყველაფერზე კეთი რატიანი მოგვიყვება. როგორც ხედავთ, Smiles-ში უკვე ახალი წელი დადგა, ტექნიკის მაღაზიათა ქსელი უკვე რიგით მე-14 ფილიალს ხსნის თბილისის ცენტრალში. ძალიან ბევრი სიურპრიზი მოუმზადეს მათ მომხმარებელს. თუ რაში მდგომარეობს ეს სიურპრიზები, ამაზე უკვე გვესაუბრება ტექნიკის მაღაზიათა ქსელის წარმომადგენელი სალომე წაქაძე. სალომე, რა სიურპრიზები მოუმზადეთ მომხმარებელს? მოგესალმებით, პირველ რიგში თქვენს მაყურებელს მიულოცავთ დამდეგ ახალ წელს, თუმცა Smiles-ში ახალი წელი უკვე დაიწყო და ეს გამოიხატება არა მხოლოდ საახალწლო მმართველობაში, არამედ იმ შეთავაზებებში, რომელსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ. რა იქნება, რა სიურპრიზს უმზადებთ? ხვალ უკვე გაიხსნება ჩვენი ახალი მაღაზია თბილისის ცენტრალში. ეს არის რიგით მე-14 მაღაზია და განთავსებულია 2000 კვადრატულ მეტრზე, დასაქმებული ყავს 35 ადამიანზე მეტი. სწორედ ამ მაღაზიაში ხვალიდან 20, 21, 22 დეკემბერს 20-დან 2 საათამდე მომხმარებელს ვთავაზობთ სპეციალურ ფასებს. თქვენ შეგეძლებათ შეიძინოთ 399 ლარიდან მაცივრები, სარეცხი მანქანები, გაზქურები, 159 ლარად გთავაზობთ პლანშეტს, ასევე 199 ლარად smartphones Android-ის ოპერაციული სისტემით. მხოლოდ Smiles-ში შეგეძლებათ გათბეთ ყველაზე დაბალ ფასად და შეიძინოთ გაზის გამათბობლები მხოლოდ 199 ლარიდან. საკმაოდ საინტერესო შეთავაზებებია. დღის განმავლობაში, როგორც ვიცი, Santa Claus-ი იქნება მაღაზიათა ქსელში. უკვე 2 კვირაა, რაც Smiles მაღაზიათა ქსელში ყოველ დღე ერთ მაღაზიაში Santa სტუმრობს და ერთ-ერთ იღბლიან მომხმარებელს საკმაოდ კარგი საჩუქრებით ასაჩუქრებს. თუმცა Santa უკვე იყო აქ და ძალიან მოიწონა ჩვენი მაღაზია და შეგვკვირდა რომ 31 დეკემბრის ჩათვლით ძალიან ხშირი სტუმარი იქნება თბილისის ცენტრალის. რაც შეეხება დღის განმავლობაში მომხმარებელს გადაეცემა 50-დან 500 ლარამდე ღირებულების ვაუჩერები, რომლის განაღდებასაც შეძლებენ Smiles ამ კონკრეტულ მაღაზიაში თავის სასურველ ტექნიკაზე. კი და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ Smiles წარმომადგენელია ისეთი ბრენდების როგორიცაა Samsung-ი, Panasonic-ი, Hotpoint, Ariston-ი და Indesit-ი. ჩვენ ვართ ოფიციალური წარმომადგენლობა, რაც ხაზს უსმევს აქ არსებული პროდუქციის ხარისხს. როგორი მომსახურება იქნება ამ ფილიალში? ამ ფილიალში 2000 კვადრატულ მეტრზე მთლიანად განთავსებულია ღია ტიპის დესკები, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება, რომ უშუალო კონტაქტი კონდეს იმ ტექნიკასთან, რომლის ყიდვასაც გადაწყვეტს და ყიდვამდე შეიძლება გამოსცადოს თუ როგორ მოწონს მისი არჩეული ნივთი. ძალიან დიდი მადლობა სალომე. მე კი შეგახსენებთ, რომ თუ გსურთ ისარგებლოთ დიდი ფასდაკლებით, მაშინ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ თბილისის ცენტრალის Smiles ქსელში და შეიძინოთ აქ წარმოდგენილი პროდუქცია 20, 21 და 22 დეკემბერს საღამოს 8 საათიდან ღამის 2 საათამდე. დიდი მადლობა ყველა ჩვენ ჟურნალისტს და იქნებ აი ეს სხვა შუადღიდან გაჟღერებულმა ინფორმაციამ ფასდაკლებების შესახებ ცოტა მაინც შეამციროს ის ნაკადი SMS-ების, რომლებიც განსაკუთრებით წინა საახალწლოდ მოდის გაუთავებელი შეტყობინებები. დიდი მადლობა სასიამოვნო, მაგრამ ვიცით ამ ყველაფრის შესახებ თქვენი SMS-ების გარეშე. ჩვენ არ გამოგიოს, ხებს გაუგზავნეთ. რაც შეეხება კიდევ ერთ ძალიან კარგ აქციას, რომელშიც მე პირადად ვარ ჩართული, მინდა სიამაყით ვთქვა, იმიტომ რომ პირველ რიგში ვარ GPS-ის მომხმარებელი და ვარ Unicard-ის მომხმარებელი. ეს არის კომპანია თქვენ გაზევთ უნიკალურ საშუალებას, რომ ძალიან დიდ და გრანდიოზულ გათამაშებაში ერთდროულად ჩაერთოთ და გაიორმაგოთ თქვენი შანსები. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ, წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. GPS-ის PR მენეჯერი თეა ჯავახიშვილი და Unicard-ის საზოგადოების ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი ანა კოშაძე. გთხოვთ, ხალხო, თქვენგანაც
მაინც კი მოგდის მოკლე ტექსტურის შეტყობინებები. არ ჯობია ხოლმე ასე მოხვიდეთ და ასე მოგვიყვეთ. კი ბატონო, სიამოვნებით. რაც უფრო ხშირად დაგვპატიჟებთ. თქვენ Unicard ამაში ესე იგი საყვედური არ გვეკუთვნის Unicard-დან, იმიტომ რომ თითქმის ხშირი სტუმარი ხართ. ნამდვილად ასეა და განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში, როდესაც შევდივარ GPS-ში, სულ ყველა კონსულტანტი მეუბნება და Unicard-საც ვატარებთ, ასე რომ ნდობის მომენტი თქვენში შორის რომ კიდე გავამყარო, როგორც მომხმარებელმა, ეს ნამდვილად ასეა. როდიდან დაიწყო ეს აქცია და რას გულისხმობს ორ გათამაშებაში ერთდროულად ჩართულობა, ასე ვთქვათ? თეა, შენ დაიწყებ თუ მე მოვყვე? შეთანხმებით იმედი. დაიწყო და ვერ დავამატებ და გავაქცევ. Unicard-მა დაიწყო ძალიან დიდი გათამაშება პარტნიორებთან ერთად, რომელშიც ჩართულია ასევე GPC და City Pharma და თავის მხრივ GPC-ს აქვს გრანდიოზული გათამაშება. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ორივე გათამაშებაში ერთდროულად ჩართონ, იმიტომ რომ ნებისმიერ შენაძენზე მათ შეუძლიათ ერთდროულად გაატარონ როგორც ღარიბი ბარათი, ასევე Unicard-ი. ეს არის შემთხვევა არ ყოფილა მე მგონი, ხო? არასდროს. ერთს რო გიტარები, როგორც წესი მეორეს აღარ ხოლმე. კი, ანუ ამ შეთანხმებას მივახციეთ უკვე ამ წლის ბოლოს, სანამ გათამაშება დაიწყებოდა, რომ ორმაგი სარგებელი მიეღო ჩვენს მომხმარებელს და თავისთავად GPC შევიდა უკვე ექსკლუზიურ ურთიერთობაში Unicard-თან. ნოემბრის ბოლოდან დაიწყო ორმაგი გატარება ჩვენს ქსელში და ყველა მომხმარებელს, სადაც აქვს Unicard და ღარიბი ბარათი, საშუალება გაატაროს ორივე ერთდროულად, ორივეზე დააგროვოს ქულები. ანუ არჩევანის აკეთება აღარ უწევს რეალურად და ორივე გათამაშებაში ერთვება. Unicard გათამაშებაში უშუალოდ ბილეთს ღებულობს მომენტალურად, ხოლო ჩვენ გათამაშებაში ყოველ დაგროვ 4 ბაშილზე იღებს ავტომატურად გათამაშების ერთ ბილეთს. და იცით, ის მაინტერესებს როგორ ხდება უკვე არსებულ ქულები რაღაც იცვლებაო, რაღაც გათამაშების ბილეთებზეო და ეგ როგორ არის მოგეტევი? დამატებით არის, ანუ ერთი მიმართულება არის, რომ ავტომატურად ღებულობს ბილეთებს ყოველ 4 ბაშილზე, დაგროვ ბაშილზე და აქეთ ის მოგზაურობები, Apple-ის ტექნიკა და მრავალი სხვა პრიზი, ფულადი პრემიები და ასე შემდეგ. და რაც შეეხება ბინას უშუალოდ, ბინა ზღარბას დაგროვილი 4 ვაშლი უნდა გადაცვალოს ბინის ბილეთზე მომხმარებელმა. ჩუჩო რა ვაშლი გაქვს და ერთი ბინა მოგვეწევს. ჩვენგან ეს ზღარბი არ ყავს, ზღარბზე ნამყოფი ვაშლია. ზღარბი აგერ არია. დარბაზზე მომუშაო. ზურათს მოგთხოვს პორტალი. დიდი გამიცვალე ბინის მოგების შანსში. 4-ია საჭირო. 4-ია. ესე იგი, კიდევ ხო რომ განმარტოთ ორივეს მოგების, უბრალოდ სამი რაღაცის მოგების შანსი ერთდროულად არ ხდება. ანუ თუ მე პირდაპირ ავიღებ გათამაშების ბილეთს, მეძლევა შანსი რომ მოვიგო Apple-ის ტექნიკა და რა კიდევ. როდესაც გაატარებთ თქვენ GPS აფთიაქში ღარიბი ბარათს და დააგროვებთ 4 ვაშლს და პარალელურად გაატარებთ თქვენ Unicard-ს და დახაჭავთ 20 ლარს, რეალურად პარალელურად ღებულობთ ჩვენს გათამაშებაში მონაწილეობას და შეგვიძლიათ მიიღოთ 20 ლარს, ესე იგი 20 ლარზე ნაკლებ ვიცოდეთ, მაყურებელმა რომ იცოდეს. აუცილებლად 20 ლარის შენაძენზე არის Unicard-ის გათამაშების ბილეთი მომენტალური და შევბოთ ქულები რო გროვდება ამაში უკვე 10 დაგროვილ ქულაზე ხო არ მეშლება? ამას Unicard-ის გათამაშების პირობებს ცალკე ვიტყვი, ანუ რაც თემ თქვა, ამას პლუს სამაგი შანსი, ეს არის 10,000 მომენტალური პრიზი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ვაუჩერები, ეს არის Porsche Cayenne ან 3 Ford Mondeo და ბინა. ანუ ცალკე ეს Unicard-ის და მისი პარტნიორების მიერ ასევე GPS-ის და City Pharma-ს მიერ დაწესებული პრიზები და ცალკეა GPS-ის მიერ დაწესებული Apple-ის ტექნიკა და ბინა. ხო არ დაგაბნიეთ? გავიბენი, იმიტომ რომ კადრში ისეთ მანქანას ხედავ, რომ როგორ არ უნდა დაიბნე. ეს ის მანქანა არ არის, შენ და ბაიარო ბარსელონაში აი ეს ბინა და ხო, ბარსელონაში ვიდიოთ ამ მანქანი ჩვენ. ის მანქანა. მე ბაია ხაბინაში გავული, Porsche Cayenne და წავალ ბარსელონაში. ერთს ვიტყვი რომ GPS-ის გათამაშება 25 დეკემბერს არის თქვენს ეთერში, ტილის ეთერში. რუსთავიორზე. კაია. ხო, ყოველთვის მას ხდება ხოლმე ტრადიციულად და ბინის ბილეთის გადაცვლა სრულდება დღეს ღამის 12 საათამდე. ასე რომ თუ იმეს სურვილი აქვს რომ გაზარდოს ან არა გადაცვლილი და თქვათ მიიღოს ბილეთი, იჩქაროს დღეს
მთელი დღე მათ ვთქვათ აგრებაში არის და მე მაქვს ვაშლები და ყველა ეროდებოდა რომ აი ბოლოსკენ ასე რომ დღეს არის ბოლო დღე და რეალურად სული აქვს რომ აუცილებლად გაითვალისწინონ ასევე Unicard-ის ბინის მოგების შანსშიც შეიძლება Unicard-ის ქულების გადაცვლა. აჰა, და თქვენი გათამაშება როდის არის? ჩვენი გათამაშება 30 იანვარს გაიმართება რუსთავი პირდაპირ ეთერში, საღამოს ეთერში. და გარემონტებული ბინა თამაშდება. გარემონტებული ბინა აქსის პალასში საიდმეზე, როგორც იხილეთ Porsche და 3 Ford Mondeo. ნუ აღარ საუბრობ. და გათამაშდება ყველა, ხო? გათამაშება ყველა ეს პრიზები Unicard-თან ერთად დააწესა GPC-მ, City Farm-მა, Visol-მა, Socar-მა, ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ჩართულები არიან, Smart-ი, Jeans Gallery ჯგუფის მაღაზიები, ტექნიკის მაღაზიები, Arai, Metromart-ი, OK, Vulevu, ასე რომ მიბრძანდით და გარკვეულ შენაძენზე მიიღეთ გადასაფრხი ბილეთები. რამდენი საქმე ქონია ხვდები შენ ეთერის მერე რამდენი საქმე გვაქვს ესე იგი რა ბედნიერება არის კარგ ადამიანებს დავდება ელემენტად ძალიან მარტივად როცა მიხოთ GPC-ში გაატარე ორივე ბარათი და რეალურად რაც კი რამე აქცია არსებობს ორივეში და მიუხედავად იმისა რომ ამ დაგროვებითი ბარათების კულტურა საკმაოდ უკვე კარგად არის შემოსული ჩვენს რეალობაში, მაინც არსებობენ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები. იმიტომ რომ აიღეს თავის დროზე ეს ბარათები ზოგიერთმა მაგამ უდევთ. ჩემი ოჯახის წევრი მაგალითად საახალწოდ დასასვენებლად მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულიად Unicard-ის ქულებით. მინდა ვთქვა, ჩემი ოჯახის წევრი, რომელშიც შედის მგზავრობაც და სასტუმროც. თურქეთში მიდის, კი? მოიგო? Unicard-ის ქულები დააგროვა დიდი ხნის განმავლობაში და ახლა გადაცვალა სამზურში. კი, გვაქვს Unicard-ები საკმაოდ ხელმისაწვდომ ქულად. დაბალქულად, როგორც შიდა ტურები, ასევე გარე ტურები. აი ამ გარე ტურზე საუბრობდი ზუსტად. იცვლება სულ ეს ჩამონათვალი ევროპის მიმართულებითაც გქონდა და გვექნება და გვაქვს ტურები. შიდა იყო ძალიან კარგი weekend ტურები. მიხარია, გავიგე. მე რა ჩამორჩენილი ვიყო მგონია რომ Unicard-ი გულზე უნდა დაიკიდა ზღაბი ბარათთან ერთად, მე მგონი ეს არ არის მხოლოდ გათამაშების ფარგლებში ჩვენ თანამშრომლობა ახალი კუთხით გაგრძელდება მომავალ წელსაც და მოხმარებლებს ორივე ბარათის გატარების საშუალება ექნებათ. კიდევ ერთ დავამატებ, რომ მომდევნო წელს კიდევ უფრო ღრმავდება ურთიერთობა და ექსკლუზივი ექნება სააფთიაქო ქსელებიდან GPC-ს და City Farm-ს ხოლმე ჩვენ ქსელში გატარდება Unicard-ი, ანუ სხვა სააფთიაქო ქსელებიდან ჩვენ ქსელში ხოლმე. კარგით, ესე იგი გამოიყენეთ დღეს 12 საათამდე დარჩენილი ვადა იმისთვის თუ გნებავთ რომ მიიღოთ ბინის მოგების შანსი GPC-სგან, თუ არა და თქვენ ისედაც გექნებათ ალბათ დაგროვილი ბილეთების სხვა პრიზების მოსაგებად, ხო, ჩემ თავში ვალაგეთ ამ ყველაფერს. პარალელურად თუ რაიმე შეიძენთ, გაგრძელეთ Unicard-ის გატარებაც GPC-ს და City Farm-ს ქსელში. და მოკლედ მარტივად ისეთი საჩუქარი შეიძლება საახალწოდ ხელი გამოკათ, რომელიც არც წარმოგეთ. ეს დავამატებ მარტივად რომ ვთქვათ, რაც თუ რამე ესე იგი ინსტრუქცია ვერ გაიგეთ, როგორც ქალბატონეთამ თქვა, თუ მიხვათ GPC-ში, გაატარებთ ორივე ბარათს, იქვე აგიხსნიან, რაში ჩაერთეთ და როგორ უნდა მოიგოთ. ძალიან კომპეტენტური კონსულტანტია. რა მაინტერესებს იცით? აი ამ ზღარ ბარათს ვთქვათ, რომ გაატარებენ და ბილეთს მომცემენ. და ვთქვათ ვერ მოვიგე. ის ქულები მეკარგება? იქვე ვტირი ვარ თუ არა, ავტომატურად მიღებული ბარათის ქულები რეალურად არ ეკარგება. მხოლოდ თუ ბინის ბილეთზე თქვათ გადაცვალეთ თქვენ 4 ვარში, ამ შემთხვევაში ჩამოეჭრება და სხვა პრიზების შემთხვევაში ისინი ავტომატურად გადმოგეცემათ და ჩაუბრალოდ ხდება. შენ დაირჩიო ვაშლებს პირდაპირ პრიზებში იღებ თუ შანსში ცვლი. გასაგებია. არბი დარჩება ნებისმიერ შემთხვევაში. არბი დარჩება. კიდევ ეს დავამატებ, ანუ ქალბატონები ხართ და ყოველ ფანტასტიკურ ფორმაში ხართ. საახალწლოდ ჩვენ გვაქვს გეცოდინებათ ექსკლუზიური ბრენდები ფრანგული კოსმეტიკის, ასაკუთრებით და რა? და ფასდაკლება არის 20-დან 50%-მდე, ასე რომ რეალურად შეგიძლიათ. გასაგებია ყველაფერი? რომელზე მთავარი საჩუქრად შეგიძლია ქალბატონებისთვის. დიმა, სულ შენ გაქვს ეს ფუნქცია, მოკლედ.
წინა გადაცემაში მე რო ვიყავი სტუმრად და ესე საჩუქრად. შეგისრულას სულ მისი ნაყიდის უნამოები გვაფქურია ახლა. იმიტომ ზედმეტი და გასკეთ, მაგრამ ბევრს ვისხავთ ძალიან თუ მოუფრთხილდით. მადლობთ, დიმიტრი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გააბედნიერებთ ამ თქვენი კრეატიული და კარგი იდეებით და იმედი გვაქვს, რომ და კიდევ ის მიხარია ძალიან, რომ სწორედ ჩვენი ეთერის საშუალებით მოხდება მათი გაბედნიერება. მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა. გელოდებით კიდევ. ჩვენ კი დაბრუნდებით რეკლამის შემდეგ. მართალია.